პავლე მოციქულის წიგნი რომელთა მიმართ თავი მეექვსე. რაიმე უკვე ვთქვათ დამევე ადგრეთა ცოდვასა მასზე და რაითა მადლი გამრავლდეს, ნუ იყოფინ. რომელი ესე მოუკვედით ცოდვითა, ვით არ უკვე მერ მევცხონდებოდით მაშინა, ანუ არა უწყით არამედ თუ რომელთა ესე ნათელ ვიღეთ ქრისტე იესუის მიერ სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ ვიღეთ და თან დავეფლენით მას ნათლის ღებითა მით სიკვდილისა მისსა, რაითა ვითარცა იგი აღდგა ქრისტე მკვდრეთით დიდებითა მამისაითა, ეგრეცა ჩვენ განახლებითა ცხოვრებისაითა ვიდოდით. ამეთ უკვე თუ თანანერ გვექმნით მსგავსებასა მას სიკვდილსა მისისასა, ეგრეც აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ. ესე უწყით, რამ თუ ძველი იგი კაცი ჩვენისა მის თანა ჯვარს ეცვა, რაითა განქარდეს ხორცი იგი ცოდვისაი, რაითა აღარ ვმონებდეთ ჩვენ ცოდვასა. რამე თუ რომელი იგი მოკვდა განმართლებულ არ ცოდვისაგან, უკვე თუ მოუკვდეთ ქრისტეს თანაგურ წამს, რამე თუ მისთანაც ავსხონდეთ. ესე უწყით, რამე თუ ქრისტე აღდგა მკვდრეთით, აღარა მოკვდეს და სიკვდილი მისზე და აღარა სუფევდეს. რამე თუ რომელი იგი მოკვდა ცოდვითა, მოკვდა ერთგზის, ხოლო რომელი იგი ცხოველ არს ღმრთისა. ეგრეცა თქვენ შეჰრაცხენით თავნი თქვენი მკვდრად ცოდვისათვის და ცხოველად ღმრთისა ქრისტე იესუის მიერ უფლისა ჩვენისა. ნუ უკვე სუფევ ცოდვაი მოკვდავთა მაგად ხორცსა თქვენთა მორჩილებად მის გულის თქუმათა შინა მისთა. ნუცა წარუდგინებთ ასოთა მათგან თქვენთა საჭურველად სიცრუისა ცოდვასა, არამედ წარუდგინენით თავნი თქვენი ღმერთსა, ვითარცა მკვდრთით ცხოველნი და ასონიეგე თქვენი საჭურველად სიმართლისა ღმერთსა და ცოდვაი თქვენზე და არა უფლებდეს, რამე თუ არა ხართ ჯულსა ქვეში, არამედ მადლსა. აც უკვე რაი ვცოდვიდეთ მია, რამე თუ არა ვართ ჯულსა ქვეში, არამედ მადლსა, ნუ იყოფინ. არა უწყითა, რამე თუ რომელსა იგი წარუდგინენით თავნი თვისნი მონად მორჩილებისა, მონანი ხართ რომელსაცა იგი ერჩით, გინა თუ ცოდვასა სიკვდილად, ანუ მორჩილებად სიმართლესა, ხოლო მადლი ღმერთსა, რამე თუ იყვენით მონა ცოდვისა და მორჩილიქთმენით გულითა, რომელსაცა იგი მიეცენით სახეთ მოძღვრებისა, ხოლო აც განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ხართ სიმართლესა. კაცობრივ ვიტყვი უძულრებისათვის ხორცთა თქვენთა ისა, ვითარცა იგი წარუდგინენით ასონიეგე თქვენი მონება და არაწმინდებასა და უსჯულოებად, ეგრეცა აც წარუდგინენით ასონიეგე თქვენი მონებად სიმართლესა სიწმინდეთ. რამე თუ ოდეს იგი მონანი იყვენით ცოდვისანი, თავისუფალი იყვენით სიმართლისაგან. რაი უკვე ნაყოფი გაქონდა მაშინ რომლისათვის აც ეგრე აგრცხვენის, რამე თუ აღსასრული მათი სიკვდილი არს, ხოლო აც განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღმერთსა და გაქოს ნაყოფი თქვენი სიწმინდეთ და აღსასრულთა ცხოვრება ისა უკუნოი. რამე თუ საგზალი ცოდვისაი სიკვდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაი ცხოვრება ისა უკუნოი ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩვენისა.